გამარჯობა, მე ვარ შმაგი სამხარაძე და ეს არის პროპაგანდის წინააღმდეგ მე-11 ეპიზოდი პლატფორმა მისმინეზე. დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ იყენებს პროპაგანდა რელიგიას, შიშს, ეკონომიკურ მითებსა და საინფორმაციო манипуляციებს საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად. ნახავთ, როგორ ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები რწმენა გამოიყენონ პოლიტიკურ ინსტრუმენტად. გადავინაცვლებთ სომხეთში და ვიხილავთ არჩევნების წინ ეკონომიკური და საინფორმაციო ზეწოლის მასშტაბებს. ვისაუბრებთ მითზე, თითქოს ევროპა ქართული სოფლის მეურნეობასა და ღვინოს ანადგურებს. და ბოლოს ნახავთ, როგორ ცდილობს პროპაგანდა წარმატების მითვისებას მაშინაც კი, როდესაც საქმე ხვიჩა კვარაცხელიას ისტორიულ გამარჯვებას ეხება. დავიწყოთ. წელს 1700 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ქრისტიანობა მიიღო. ეს უდიდესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის. ქრისტიანობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში, კულტურაში, სახელმწიფოებრიობასა და ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში. სულ ახლა ნახეთ, რამდენი ადამიანი მივიდა პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რწმენას ქართველი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელი გადაცემა ამ თემით დამეწყო. როდესაც საზოგადოებისთვის რწმენა, ტრადიცია და ისტორიული მეხსიერება ასეთი მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, რომ სწორედ ეს სფერო იქცევა გავლენის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებადაც. საქართველოს ისტორია ამის არაერთ მაგალითს იცნობს. რუსეთი 2 საუკუნეზე მეტია ცდილობს საქართველოზე გავლენისა და კონტროლის შენარჩუნებას. ჯერ იმპერიის, შემდეგ საბჭოთა კავშირის, დღეს კი სხვა ფორმებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა აღიდგინა და ეკლესიაც დამოუკიდებელია, რელიგიური თემა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად საზოგადოებასთან მისასვლელად. რამდენიმე დღის წინ ზურა მახარაძე სტუმრად იყო ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც აი ეს თქვა. მე ხო თვლი რომ საქართველოს არსებობს მართლმადიდებლობისთვის. ეგეთი იერარქია მაქვს. ამ ფრაზამ ჩემი ყურადღება მიიპყრო და ჩემს გვერდზე ერთწუთიანი ვიდეო ჩავწერე. მარკოზის სახარება თავი მეორე ვკითხულობთ, დაუთხრა მათ, შაბათი კაცისათვის შეიქმნა და არა კაცი შაბათისათვის. ეს ნიშნავს, რომ წესი, ტრადიცია და რელიგიური ფორმაც კი ადამიანის სამსახურისთვის არსებობს და არა ადამიანი მათ სამსახურად. მართლმადიდებლობა ნებისმიერი ხედვა თუ იდეოლოგია უნდა არსებობდეს ქართველი ხალხისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ღირსების, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და არა პირიქით. სწორედ ეს არის ნამდვილი ღირებულებები, თავისუფლება და სუვერენიტეტიც. როცა ქვეყანა და ხალხი არ არსებობს რელიგიის, იდეოლოგიის, სისტემის მსახურად, არამედ ყველაფერი ხალხისა და ქვეყნის სამსახურისთვის არსებობს. ამის შემდეგ ჩემს ვიდეოს ზურა მახარაძე ალტინფოს გადაცემაშიც გამოეხმაურა და ამ თემას გარკვეული დრო დაუთმეს. მოდი ვნახოთ. რაც შეეხება ხა იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებლობის დასაცავად არის ეგ რო თქვი, მაგაზე რო ახშტოთ ეს პიროვნება. დიდად მე კი არა მაქვს მაგაზე დასაცავად პასუხი. ილია ჭავჭავაძის ციტატა, ეგეთი თავისუფალი, ასე ვთქვათ, პერიფრაზ გავაკეთებ, რომ როგორც ქრისტე ეცვა ჯვარზე კაცობრიობისთვის, ისე ქართველი ერი ეწამა, იბრძოდა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ქრისტიანობის დასაცავად. ანუ ქართველი ერის როგორც რაღაცა კუთხით წმინდა ერის, რომელიც ქრისტიანობის გამო საუკუნეებია ეწამება მაგის დასაცავად. კონცეფცია ეგ არ არის ზურა მახარაძეს მოვიდა თავში. ეგ არის ილია ჭავჭავაძის აზრი. თანამედროვე, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ და ასე ვთქვათ, სამიმართულების შინაარსში თუ ვიტყვით ვინ არის ავტორი, თორე ისე ყოველთვის საქართველოს რაც არსებობს ქრისტიანობის მიღების მერე შინაარსი ეგ იყო. ვახტანგ გორგასალამდე რო ჩახვიდე, იქაც ციტატა რაც ვიცით არის ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესათვის. ხო, მაგის მერე სადამ რაღაცა წესიერს ვაკეთებდით ჩვენ ისტორიაში, მაგ პრინციპით უდგებოდით. ისაუბრა ქრისტესთვის თავგანწირვაზე, მოწამეებზე, ვახტანგ გორგასალზე, ილია ჭავჭავაძეზე და სხვა ისტორიულ მაგალითებზე. მაგრამ მე სწორედ ქრისტეს სიტყვებიდან გამომდინარე სხვაგვარად ვუყურებ ამ საკითხს. ქრისტე ადამიანებისთვის, ჩვენთვის მოვიდა, ადამიანებს ასწავლიდა, ადამიანებს ეხმარებოდა, ადამიანებისთვის ეცვა ჯვარს. მისი სწავლება, მისი ქადაგება და მისი მსხვერპლი ადამიანების სულიერ გაძლიერებას, უკეთეს ცხოვრებასა და ღმერთთან დაახლოებას ემსახურებოდა. სწორედ ამიტომ იმაჩნია, რომ ქრისტიანობა ადამიანებისთვის არსებობს, ოჯახებისთვის, ხალხებისთვის, მათ შორის ქართველი ხალხისთვის, საქართველოსთვის. სწორედ ეს იყო ჩემი ვიდეოს მთავარი აზრი. მაგრამ აქ კიდევ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი. როდესაც ვიღაც მუდმივად საუბრობს რწმენაზე, ტრადიციებზე, ოჯახზე, ეროვნულ იდენტობასა და მართლმადიდებლობაზე, ის ბუნებრივად იძენს ადამიანების ნდობას,
ამ თემებით ის შედის იმ სივრცეში, სადაც ხალხის კარი უკვე ღიაა, იღებს ნდობას, აღწევს ადამიანებთან. შემდეგ კი ამავე ნდობის საფუძველზე იწყება საუბარი პოლიტიკაზე, საგარეო კურსზე, გეოპოლიტიკაზე და იმ საკითხებზე, რომლებიც უკვე პირდაპირ ქვეყნის მომავალს ეხება. სწორედ აქედან მინდა გავაგრძელო საუბარი. ვხედავთ მოსკოვში ვიზიტებს, ვხედავთ ფოტოებს წითელ მოედანზე. მოვისმინეთ განცხადებები იმის შესახებ, რომ გონიოში რუსული სამხედრო ძალების დაბრუნება გარკვეულ პირობებში მისაღებადაც კი შეიძლება განიხილებოდეს. ეს უკვე აღარ არის რელიგიური საკითხი. ეს ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის მომავლის საკითხია. ჩვენ აგერ ვამბობთ, რომ 60 დღეში ნახოთ რა მოხდება. ისე თუ არ მოხდა, რასაც ჩვენ ვამბობთ, ჩვენი ხელით დავყურავთ ამას. გონია რომ ამ მოცემულობიდან ალბათ 2 დღე შეიძლება გაწყვოს კიევმა. რაღაც 10,000-მდე ძალოვანი შეკრებილი, ყვიროდნენ რომ რამზანე და სილა და მე აჩვენეს უკრაინელებს ეს ჯარი მოდის მან. მე ფსიქოლოგიური დროზე დანებდით, რომ ეგ ჯარი შეიძლება მოდის, მაგრამ ის ეფექტი აქვს. ეგ ჯარი სანამ იქამდე ჩავა 1-2 დღე უნდა გადასროლას და 4 დღეში მან უკვე ყველაფერი ისედაც დამთავრებული იქნება სინამდვილეში, შინაარსობრივად. ხა იქ შეიძლება რაღაც წინააღმდეგობის წერტილები იყოს, მაგრამ განათავისუფლებლები შეხდება უმეტესობა მათ. დამთავრდება კვირაში, მაქსიმალურ კვირაში ეგო. მათ ხო ეს კვირაში არ დამთავრდება, მაგრამ ეს კვირაში გაირკვა, ხო დამთავრდება 2 კვირაში. მათ ხო დასვან თავის პრორუსულ თავრობას. გადაწყვეტილი ამბავი უნდა გავიდნენ ბოლომდე და გავლენ ბოლომდე. დებილობების ნუჯერად. ომის ბედი გადაწყვეტილია გარდაუვალი ამას რუსეთი იგებს და თან იგებს რეალურად სწრაფად და დამაჯერებად. გავიდა წლები, მაგრამ ეს პროგნოზები არ გამართლდა. ამავე დროს მუდმივად გვესმის ევროპის, დასავლეთისა და ევროკავშირის კრიტიკა, ევროპის ხშირად დაცინვა, თითქოს და სისუსტისა და კრიზისის ხაზგასმა. საქართველო დღემდე ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს. გიგა ოთხზორია, არჩილ ტატუნაშვილი და თამაზ გინტური მხოლოდ რამდენიმე სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში დავკარგეთ. ეს არ არის შორეული ისტორია, ეს ჩვენი დღევანდელი რეალობაა. და სწორედ აქ მიჩნდება კითხვა. როდესაც ვხედავთ ასეთ ხმამაღალ კამპანიებს სხვადასხვა საკითხებზე, ვერ ვიხსენებ კონსერვატორების მხრიდან იმავე მასშტაბის აქტიურობას, იმავე სიმკაცრესა და იმავე მობილიზაციას რუსეთის ოკუპაციის, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისა და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხებზე. სწორედ ეს წინააღმდეგობა იქცევს ჩემს ყურადღებას. როცა საუბარია ეროვნულ ღირსებაზე, გმირებზე, წინაპრებზე, სამშობლოსა და სარწმუნოების დაცვაზე, რიტორიკა ძალიან მკაცრია. მაგრამ როცა საუბარი რუსეთზე გადადის, იმ სახელმწიფოზე, რომლის ჯარიც დღესაც საქართველოს ტერიტორიაზე დგას, იგივე სიმკაცრე აღარ ისმის. და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა გაარჩიოს ერთმანეთისგან რწმენა და პოლიტიკა. ერთია ქრისტიანობა, სხვა პოლიტიკური პოზიცია. ერთია სარწმუნოება, სხვა გეოპოლიტიკა. და როცა ეს საზღვარი ქრება, სწორედ მაშინ ხდება საჭირო ამაზე ღიად საუბარი. ახლა კი გადავინაცვლოთ სომხეთში. რამდენიმე დღეში იქ მნიშვნელოვანი არჩევნებია. და სწორედ ამ პერიოდში ძალიან საინტერესო პროცესებს ვხედავთ. რუსეთმა სომხეთში საკუთარი ელჩი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაიწვია. ოფიციალურ მიზეზად სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება დასახელდა. ამის პარალელურად რუსეთმა სომხეთიდან სხვადასხვა პროდუქციის იმპორტზეც შეზღუდვები დააწესა. ხილი, ბოსტნეული, მარწყვი, ყვავილები, კონიაკი ოფიციალურად მიზეზად ტექნიკური და ფიტოსანიტარიული საკითხები დასახელდა. მაგრამ ყველაფერი სწორედ იმ პერიოდში ხდება, როცა სომხეთში არჩევნებია და ქვეყანა საკუთარ საგარეო პოლიტიკურ მომავალზე მსჯელობს. ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეების არჩევნებისთვის ორგანიზებულად გადაყვანის შესაძლო გეგმებზეც. მაგრამ პროპაგანდა მხოლოდ ეკონომიკური ზეწოლით არ მუშაობს. მას კიდევ ერთი ინსტრუმენტი აქვს: ადამიანის дискредитация. То есть человек уже публично выходит не просто под наркотой. Ну, дорогой Зеленского. Да, абсолютно. Он уже в этом смысле он обогнал Зеленского. Он в других смыслах еще вот только на пути. Но он на минималках. Тот да. все-таки на кокс А в смысле экспериментов с наркотиками, это, конечно, сюр. Я с тех пор его называю Эфенди. Эфенди, кто не знает, это вежливое обращение к турку. Я ничего не имею против Турции, прекрасная страна. Но Пашинян, с точки зрения армянина, турк, конечно, Эфенди. ხედავთ, როგორ აკეთებს მინიშნებებს ნარკოტიკებზე, როგორ იყენებენ იმავე მეთოდებს, რომლებსაც წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგაც იყენებდნენ.
როდესაც პოლიტიკური დისკუსიის ნაცვლად იწყება ადამიანის დამცირება, შეურაცხყოფა და იარლიყების მიწებება, ეს უკვე არგუმენტი აღარ არის. ეს პროპაგანდის ტექნოლოგიაა. განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრს ეფენდის უწოდებენ და მის სომხურ იდენტობასაც ეჩქერს აყენებენ. როცა კამათი აღარ მიმდინარეობს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და იწყება კამათი იმაზე, ვინ არის ნამდვილი სომეხი, ესეც პროპაგანდის კარგად ცნობილი მეთოდია. ემბარგოზე და ეკონომიკურ ზეწოლაზე საინტერესო პასუხი გასცა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა. სუვერენიტეტს პომიდორზე ვერ გავცვლით. ეს ჩვენთვის ქართველებისთვისაც ძალიან ნაცნობი ისტორიაა. 2005 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მიმართ სრულმასშტაბიანი ეკონომიკური ბლოკადის გატარება დაიწყო. კრემლმა დარტყმის სამიზნედ შეარჩია ეკონომიკის ის სექტორი, რომელიც რუსეთის ბაზარზე ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული. ეს სოფლის მეურნეობა გახდა და მიკრობიოლოგიური შემადგენლობის სტანდარტების დადვების საბაბით საქართველოსთან რუსეთში ცოცხალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტების შეტანა აკრძალა. ამ გადაწყვეტილებიდან ერთ თვეში 2006 წლის 22 იანვარს საქართველოს ენერგო ბლოკადაში აღმოჩნდა. ჩრდილოეთ კავკასიაში მაგისტრალური გასადენი აფეთქდა, ავარიულად გაითიშა ყველა თბოსადგური, ელექტროსისტემამ ვეღარ გაუძლო დატვირთვას, რის შედეგადაც მთელი საქართველოს რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაბნელდა. მილსადენის აფეთქებიდან ერთ თვეში 2006 წლის მარტში რუსეთმა ემბარგოს არეალი გააფართოვა და საქართველოსთან ღვინის ექსპორტი აკრძალა. საქართველოში რუსი ჯაშუშების მხილების შემდეგ ემახსოვრებად 2006 წლის 6 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა სატვირთო თვითმფრინავი, რომელზეც რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს ასობით მოქალაქე იმყოფებოდა. 2006 წლის 2 ოქტომბრიდან კი რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან შეწყვიტა საფოსტო, საავტომობილო, საავიაციო, საზღვაო, სარკინიგზო კავშირი. გვახსოვს ღვინის ემბარგო, მინერალური წყლების აკრძალვა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეზღუდვები. ყოველ ჯერზე მიზეზი თითქოს და ტექნიკური იყო, მაგრამ შედეგი ყოველთვის პოლიტიკურ კონტექსტში განიხილებოდა. ასეთ სიტუაციებში თითქმის ყოველთვის ჩნდება ერთი და იგივე გზავნილი, რომ რუსეთის გარეშე უსაფრთხოება არ იარსებებს, რომ ეკონომიკა დაინგრევა, ქვეყანა მარტო დარჩება, ალტერნატივა არ არსებობს. თუმცა სომხეთი ცდილობს ახალი პარტნიორების მოძიებას, აფართოებს საერთაშორისო კონტაქტებს, იზიდავს ინვესტიციებს, ეძებს ახალ ბაზრებს. ამავე დროს ცდილობს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასაც, ახდენს არმიის მოდერნიზებას, იძენს ახალ ტექნიკას, ეძებს ახალ პარტნიორებს უსაფრთხოების სფეროში. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. რუსეთი უკვე მეხუთე წელია ჩართულია უკრაინაში ფართომასშტაბიან ომში. ეს ომი უზარმაზარ სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რესურსებს მოითხოვს. ამ გარემოების გათვალისწინებით მოდით დავსვათ კითხვა. რამდენად მართალია მტკიცება, რომ არჩევანი საერთოდ არ არსებობს, რომ ქვეყანას მხოლოდ ერთი გზა აქვს, რომ ნებისმიერი სხვა მიმართულება აუცილებლად კატასტროფით დასრულდება. სწორედ ამ ნარატივს ვისმენ ყველაზე ხშირად, მაგრამ როცა რეალურ პროცესებს ვაკვირდებით, ხედავთ, რომ ქვეყნები მუდმივად ეძებენ ახალ შესაძლებლობებს, ახალ პარტნიორებს და ახალ გზებს. შეიძლება ეს გზა რთული იყოს, შეიძლება შეცდომების დაუშვა, მაგრამ ეს მაინც არჩევანია. ხოლო პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხშირად სწორედ ის არის, რომ დაგვაჯეროს არჩევანი საერთოდ არ გვაქვსო. ახლა კი პროპაგანდის მორიგ მითზე. ევროპა კახურ ვენახს გაანადგურებსო. მოდით მოვისმინოთ. ევროკავშირთან შესვლით რას ვიგებთ და რას ვაგებთ. იმიტომ რომ მარტო იმაზე კი არა LGBT თემაზე, აი რაღაცა გეტყვი რომ მოსამართლე დამინიშნე XYZ, ჩემი გამოწვეული ტიპები. არ დამინიშნავ, ჩემი წევრი ხარ და გაგიუქვებ 300 მილიარდს. ვენახი გაჩეხე. იმიტომ რომ და ასე შემდეგ. არ გვინდა ევროკავშირის შენი ღვინო. იმიტომ რომ ფრანგებს აქვს ღვინო და უკეთესი ღვინო აქვს თქვენზე. თქვენ რატომ და გქონდეთ? თქვენ გაჩეხეთ. ანუ ჩვენ ხო ეხა რო ვაკრიტიკებთ ევროკავშირს, რატო ვაკრიტიკებთ? კიდევ ერთი ხშირად გამეორებული გზავნილია, რომ თუ საქართველოს ევროკავშირს დაუახლოვდება, ან ერთ დღეს მისი წევრი გახდება, ქართული სოფლის მეურნეობა განადგურდებაო. განსაკუთრებით ხშირად ამის მაგალითად ქართული ღვინო მოჰყავთ. გვეუბნებიან, რომ ევროპას ქართული ღვინო არ სჭირდებაო, რომ ფრანგები, იტალიელები და სხვა ევროპელები ქართველ მევენახეებს კონკურენციას არ დაუშვებენო. მაგრამ მოდით ფაქტებს შევხედოთ. თუ ევროპას ქართული ღვინო არ სჭირდება, მაშინ რატომ იზრდება ქართული ღვინის ექსპორტი ევროპაში? მხოლოდ 2025 წელს ევროპის დაახლოებით 30 ქვეყანაში 11 მილიონ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა.
ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა. ხოლო საფრანგეთში, ქვეყანაში, რომელიც თავად მსოფლიო მეღვინეობის სიმბოლოა, ქართული ღვინის ექსპორტი ერთ წელიწადში 63%-ით გაიზარდა. რეალობა ის არის, რომ ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას ხარისხით, ტრადიციითა და უნიკალური კულტურით უწევს. პრობლემა არასოდეს ყოფილა ის, რომ ევროპას ქართული ღვინო არ სჭირდება. პრობლემა ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა, როდესაც საქართველო მხოლოდ ერთ ბაზარზე ხდებოდა დამოკიდებული. ახლა კი იმაზე თითქოს და ევროკავშირი სოფლის მეურნეობას ანადგურებს. მოდით ვნახოთ, რა მოხდა იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირში შევიდნენ. პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ 2004-2012 წლებში პოლონელი ფერმერების შემოსავალი დაახლოებით 115%-ით გაიზარდა. 2005-22 წლებში სოფლის მეურნეობაში რეალური შემოსავლები თითქმის გაორმაგდა. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა 35%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში პოლონურმა სოფლის მეურნეობამ ევროკავშირის ფონდებიდან 67 მილიარდი ევრო მიიღო. განახლა ტექნიკა, გაფართოვდა წარმოება, გაიხსნა ახალი ბაზრები, გაძლიერდა ექსპორტი და დღეს პოლონეთი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი აგროსასურსათო ექსპორტიორია. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ევროკავშირი დაახლოებით 450 მილიონი მომხმარებლის ბაზარია. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური სივრცე. ეკონომიკა, რომელიც 20 ტრილიონ ევროზე მეტს აღემატება. შედარებისთვის, რუსეთის ეკონომიკა რამდენჯერმე მცირეა. ეს ნიშნავს მეტ მომხმარებელს, მეტ ბაზარს, ინვესტიციას და მეტ შესაძლებლობას ექსპორტისთვის. რა თქმა უნდა, კონკურენცია არსებობს. ევროპული ბაზარი არ არის მარტივი. არსებობს სტანდარტები, არსებობს მოთხოვნები. მაგრამ როცა ვიღაც გვეუბნება, რომ ევროკავშირი ქართულ ღვინოს გაანადგურებს, ქართულ გლეხს გააკოტრებს და სოფლის მეურნეობას მოსპობს, უნდა ვკითხოთ. თუ ეს მართალია, რატომ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი ევროპაში? რატომ გაძლიერდა პოლონეთის სოფლის მეურნეობა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ? რატომ ხარჯავს ევროკავშირი მილიარდობით ევროს ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე? სწორედ აქ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ეკონომიკური ანალიზი და პროპაგანდა. რადგან პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხი შიშის დათესვაა. ფაქტები კი ხშირად სულ სხვა სურათს გვაჩვენებს. სანამ გადაცემას დავასრულებდეთ, მინდა კიდევ ერთ თემას შევეხო. L'équipe du Paris Saint-Germain, il est important dans les rencontres face à des joueurs, des adversaires physiques. Gvara. რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. უფრო მეტიც, UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. უკვე ბევრი საუბრობს იმაზეც, რომ მომავალში შესაძლოა ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდეს. ეს უდიდესი წარმატებაა ქართული ფეხბურთისთვის და პირველ რიგში მინდა მივულოცო ეს გამარჯვება ხვიჩას, საქართველოს ნაკრებს და ყველა ქართველ გულშემატკივარს. ეს ნამდვილად ის წარმატებაა, რომელმაც მთელი ქვეყანა გაახარა. მაგრამ ამ ისტორიის მეორე მხარეც საინტერესო იყო. ფინალის შემდეგ რუსული მედიის ნაწილმა აქტიურად დაიწყო ხვიჩას რუსეთის ჩემპიონატში გატარებული პერიოდის გახსენება. აჩვენებდნენ ძველ ინტერვიუებს, ძველ კადრებს, იხსენებდნენ ყაზანის რუბინს. საუბრობდნენ იმაზე, რომ ხვიჩა თითქოს მათი საფეხბურთო სივრცის ნაწილიცაა. ზოგჯერ იქნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს მხოლოდ ფეხბურთის ამბავი აღარ იყო, რომ ცდილობდნენ ამ წარმატების დაკავშირებას რაღაც საერთო რუსულ-ქართულ სივრცესთან. თითქოს ეს გამარჯვება იმის მტკიცებულებაა, რომ საქართველო და რუსეთი კვლავ ერთ სივრცეში არსებობენ, რომ ერთ გუნდში ქართველი და რუსი ფეხბურთელების თამაში საერთო ისტორიის გაგრძელებაა. მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეს გვაჩვენებს. ხვიჩამ თავისი მთავარი წარმატება ევროპაში მიაღწია, ევროპულ ჩემპიონატებში, ევროპულ კლუბებში, ევროპულ კონკურენციაში. სწორედ ევროპაში ჩამოყალიბდა მსოფლიო დონის ფეხბურთელად. სწორედ ევროპულ ფეხბურთში მოიგო ჩემპიონთა ლიგა და სწორედ ევროპულ სივრცეში მიიღო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. ამავე დროს რუსული ფეხბურთი დღეს იზოლაციაშია. რუსული კლუბები არ მონაწილეობენ იმ უმაღლეს საფეხბურთო სივრცეში, სადაც დღეს
სოფლიო ფეხბურთის მთავარი მოვლენები ვითარდება. მეორეზე უკვე მივხვდი რაც მოხდა. Можно на русском эмоции какие-то были, все-таки და კიდე ერთ კითხავ. არაცხელებს რას გადაცემ გვარს ყარა? ეს შეიძლება უმნიშვნელო დეტალად ჩანდეს, მაგრამ ზოგჯერ სწორედ ასეთ დეტალებში ინგრევა ხოლმე პროპაგანდით შექმნილი სურათი, რადგან რეალური ადამიანები საკუთარ გზას თავად ირჩევენ. ხუჩა კვარაცხელია ქართველი ფეხბურთელია, საქართველოს ნაკრების ლიდერი და მისი წარმატება პირველ რიგში საქართველოს წარმატება. ეს არის ისტორია ნიჭზე, შრომაზე, შესაძლებლობებზე და იმაზე, თუ სას შეუძლია ქართულ ახალგაზრდას საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება. ეს იყო პროპაგანდის წინააღმდეგ მე-11 ეპიზოდი. მადლობთ რომ გვიყურებთ და აკომენტარებთ. შევხვდებით მომდევნო კვირას.